Სუსვენთ დილის ეთერს ვუსმენთ და ახლა გვაქვს ძალიან საინტერესო თემა შერჩეული იმისთვის რომ ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ჩვენი აზრები გამოვთქვათ სტუმართან ერთად იმ თემასთან დაკავშირებით თუ ზოგადად რას ნიშნავს ახალგაზრდის ცხოვრებაში ქართული ენისა და ლიტერატურის არა მხოლოდ ზოგადად ესე განგრძობითად სწავლება, არამედ აი რაღაცა ერთ პერიოდში აქტიურად შემოსვლა და ეს პერიოდი ყოველთვის არის აბიტურიენტობის ხანა. რაც არ უნდა კარგი მოსწავლე იყოს სკოლის განმავლობაში, ადამიანი და შემდეგ რაც უნდა კარგად გააგრძელოს თავისი უნივერსიტეტი და სხვადასხვა საფეხურების სწავლის, ეს ერთი წელი მაინც რაღაცნაირად ისეთი გადამწყვეტი პერიოდია ხოლმე და აი ხა უკვე ბოლო ეტაპზე არის მისაღები გამოცდები, ვნებათა ღელვები გადავლილია, როგორც გალაქტიო იყო და მხურვალე ვნებები გამივლის, ასე ვთქვათ, და რჩება დრო და აზარტული პერიოდი, როცა აი ზაფხულის განმავლობაში განათლების საკითხი და ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხი ძალიან აზარტული და აქტუალურია, ხო? რა შეგხვდა გამოცდებაზე, შენ რა მოგივიდა, შენ რა პარალელი დაწერე, შენ რა გაგახსენდა და რაღაცა ეს ყველაფერი მოდური ხდება ხოლმე ახალგაზრდობაში. აი წლიდან წლამდე როგორ იზრდება ახალგაზრდობის დამოკიდებულება, შეკითხვები, მოსაზრებები ქართული ლიტერატურის მიმართ, პერსონაჟების მიმართ და მწერლების მიმართ, ამ ყველაფერზე ცოტა ბევრი საკითხი ჩამოვთვალე, მაგრამ მე მგონი საერთოდ რომ გვეყოფა და ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი ქალბატონი თამარელა წოწორია, რომელიც გახლავთ ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი. გამარჯობა. მოგესალმებით. და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ და მივისალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან აქტუალური თემები წამოსწია, მარიკა, აღარ ვიცი საიდან დავიწყო, რომელი ერთიდან დავიწყოთ. ბევრი კითხვა იყო ერთბაშად, მაგრამ შევეცდები თანდათან ეტაპობრივად გავცე პასუხი თქვენს შეკითხვას. ხელზაფხულში მოდური ხდება ხოლმე გამოცდებზე ფიქრი, საუბარი და პირველი ტალღა ეს არის ქართული ენა და ლიტერატურა, რომელსაც თქვენ უღელტეხილს ეძახით, ხო? დიახ. როგორ აქტიურდება ხოლმე ეს პერიოდი? ჩემს გამონათქვამებს დიდი მადლობა ამისთვის. რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან, ზაფხული ყოველთვის მოდურია ადამიანის ცხოვრებაში და მით უმეტეს თუ იგი წიგნთან არის ასოცირებული, ბავშვი ნიჭიერია, სწავლას მოწყურებულია და მე ბავშვობიდან მწამდა რომ ესე იგი სწავლა არის უდიდესი სიქველი ამ ქვეყნად, ადამიანს სხვა არაფერი არ ევალება თუ არა სწავლისადმი მიდრეკილება და სწავლისადმი დამოკიდებულება, იმიტომ რომ უფალი ღმერთი ჩვენგან როდესაც მის წინ წარსდგებით სამსჯავროზე თურმე ორ რაღაცაზე მოითხოვს პასუხს. ქონდა თუ არა სიყვარულით ანთებული გული ადამიანებისადმი, მოყვასისადმი და ქონდა თუ არა მარადიული წყურვილი სწავლისადმი. თუ ამ შეკითხვებზე გაქვს დადებითი პასუხი, ესე იგი შენ ფუჭად არ გიცხოვრია, შენ ღმერთის გზით იარე და იმიტომაც ღმერთი იყო შენი გზის მეგზური, გამყვალავი და იმიტომაც დაგისვა ეს შეკითხვა, რომ შენ გეპასუხა თამამად და წარმდგარიყავი ღმერთის წინაშე, აი შენი მონაღვაწებით, ხო? აქედან გამომდინარე, ცხელი ზაფხული არა მარტო კლიმატური პერიოდია ახალგაზრდის ცხოვრებაში, არამედ ეს არის ზაფხულის ციებ-ცხელება, რომელიც ჩვენ დროს აგვისტოსთან იყო ასოცირებული და ლევანდელ ახალგაზრდებს უკვე უწევთ ივლისის, ესე იგი სამეფოში, ესე იგი ტრიალი, როდესაც გამოცდები იწყება და ეს გამოცდები განფენილია ქალაქის სხვადასხვა მერიდიანზე, ესეც ახსიახლეა და ესეც არის ის, რომ მათ ხშირად ნაცნობ გარემოში არ უხდებათ ხოლმე გამოცდების ჩაბარება და კიდევ ის არის, რომ ეხლა რეგიონალური ის მოხდა გასვლა რეგიონებში, ესე იგი თავის ქალაქში შეუძლია ჩააბაროს გამოცდა, რაც ჩვენს პერიოდში თითქმის დაუჯერებელი რამე. ხო, ანდრე ყველაფერი კონცენტრირებული იყო თბილისში. უნივერსიტეტი მაგალითად მაღლივ კორპუსში იყო გამოცდები და ასე შემდეგ. ან გპ-ში. თქვენ ამბობთ, რომ ახალგაზრდა, რომელიც ქართულის გამოცდაზე შედის, გამოდის სხვა ადამიანი, იმიტომ რომ იქ რაღაც ხდება ჯადოსნური და განსაკუთრებული და თან მაინდა-მაინც ქართულზე. რატომ? რა ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებს ამ ერთ ზაფხულში აბიტურიენტის ასაკის მქონე ახალგაზრდა და ამ ერთ გამოცდაზე? გარდა იმისა, რომ ვიდრე ზაფხული დადგება, თანამედროვე, ესე იგი ეპოქა გვთავაზობს ესეთ მოდელს
აბიტურიენტის ცხოვრებაში, რომ მან ბოლო 1 წელი აუცილებლად უნდა გაატაროს ისეთ მასწავლებელთან, რომელიც მას ასწავლის მთელი 12 თუ 11 წლის განმავლობაში, რაც მას არ უკეთებია, ან ზერელეთ გააკეთა, ან სრულყოფილად არ ისწავლა, ესე იგი ამ 1 წლის განმავლობაში მასწავლებელს ევალება, რომ ეს სწავლა სრულყოს. და ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ მართალია, რომ თქვენი აბიტურიენტები მაღალ ნიშანს ღებულობენ? იცით, ეს მართალია, მაგრამ იმ აბიტურიენტებთან უფრო ნაყოფიერად მიდის ჩემი მოღვაწეობა, რომლებიც რაღაცას აგროვებდნენ. ახლა მაგალითად კაცი ადამიანი არ არის ის ტექსტი, რომელსაც მე ბოლო მე-12 კლასში უნდა შევეჯახო მათთან ერთად, ხო? მათ რაღაცა გაიარეს და ეხლა ხდება ამისი სრულქმნა, სრულყოფა. და ამ შემთხვევაში მე ვიძლევი იმ გარანტიას, რომ ისინი მაღალ ნიშანს მიიღებენ, მაგრამ თუ არაფერი არ გააკეთე, ბავშვიც არის დამოკიდებული, რამდენად ასწევს იგი 11 წლის ტვირთს და იმ 1 წელიწადში დააუნჯებს და მოუყრის. და მე ის 1 წელიწადი ერთ დღეში გამოცდაზე. ის 1 წელიწადი ერთ სესიაზე, ერთ დღეშიც არა, ერთ სესიაზე. და ყველაფერი უნდა გაგახსენდეს. რა თქმა უნდა გაგახსენდეს და ეს არის იცით გარკვეულად მწვერვალზე არბენის ცერემონიალი, ხო? აი უღელტეხილს მე ერთხელ ეს სიტყვა მიყვარს, იცი, იმიტომ რომ ძალიან არა მარტო ფიზიკური წრთობის თავგადასავალია, არამედ ეს არის სულიერი წრთობის მაჩვენებელიც, იმიტომ რომ არბენა ხდება დროში შეზღუდული ხარ, უნდა დაწერო იმ 3 საათის განმავლობაში ყველაფერი, რაც მოგეთხოვება მაღალი ნიშნისთვის, ხო? ან იმ ნიშნისთვის რისი შემოქმედიც ხარ შენ, რასაც შენ იტევ, ხო? შენ სულიერ დიაპაზონში და ერთხელ გოდერძიჩო ხელზე წერდი და მაშინ დავწერე, რომ უღელტეხილივით სახელი ერქვა მეთქი, გოდერძიხო ერქვა და აი მერეც იცით, აი უღელტეხილია. ქართული ენა და ლიტერატურა ეს არის ძირითადი სააზროვნო ველი. შენი ეროვნული ენერგიის გამჟღავნება, შენი დამოკიდებულება განვლილი ცხოვრებისადმი, წარსულისადმი, მომავლისადმი, აწმყოსადმი, შენი სამშობლოსადმი, შენი მშობლებისადმი, აი ყველაფრის ჯამია ის ერთი სესია, რაც უნდა მიიტანო შენ და რომელიც უნდა გახდეს შენი სტუდენტობის ძირითადი საწინდარი და უღელტეხილი იმიტომაც არის, რომ ქართულის გამოცდა ძალიან ბევრ ამეს აჩვენებს, აი როგორი მომზადებული ხარ, რა არის შენთვის ღირებული, რა არის ღირსება, რა არის ნეობრიობა, რა არის შენი ქვეყნისთვის შენი პიროვნება, რას წარმოადგენს, რას მისცემს მას შენი თავი. 3 საათში გამჭვირვალე ხდება ეს გამჭვირვალე ხდება და იცით, იმდენ ბევრ ენერგიას ხარჯავენ ბავშვები ამ წინარე პერიოდში, ვიდრე ქართულის გამოცდაზე გავლენ, რომ შემდეგ იქ დაიღვენთებიან, დაიწვევიან და განწმენდილები გამოვლენ. ყველა ბავშვი თითქმის ერთნაირად, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ყველა ბავშვი ამ განსაწმენდელს გაიარს. და ესე იგი მასში იგის არ იყოს, რჩება ის, რაც იგიში იგი იყო. და აქედან გამოდიან უკვე ბავშვები რწმენით, შიში დაძლეულია, პიროვნება რაღაცნაირად შემდგარია და ყველა სხვა შიშები ქრება. ეს სუბიექტური შიშები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის ცხოვრების გამკლავების შიში დათრგუნულია. მათ იციან როგორ გავიდნენ შემდეგ უკვე სიმღერად და თამაშად უჩანთ შემდეგი გამოცდები და ეს ნამდვილად არის ქართულის დიდი დამსახურება და მადლობა ჩემს ყველა მოწაფეს სტუდენტს, რომლებმაც გაიარეს ეს უღელტეხილი და წარმოჩინდნენ და დიახ გადალახეს. აი თქვენი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, ყველანაირი ტიპის მოსწავლესთან. როგორ იცვლება წლიდან წლამდე დამოკიდებულებები აი იმ დიდ თემებთან, რასაც ჩვენი კლასიკოსები გვთავაზობენ? ან პერსონაჟებთან რა შეკითხვები აქვთ ხოლმე, ლუარსაბი იქნება ეს, შუშანიკი იქნება, ჯაყო, არ ვიცი, ვაჟას პერსონაჟები, ანუ აი დროსთან ერთად იცვლება მათი აღქმა, როდესაც ყოველ ახალ სასწავლო სეზონზე ტექსტს უხსნით. და რა ხარტულები გროვდება, რა შეკითხვები უჩნდებათ ხოლმე ამ ხალხთან? რა თქმა უნდა იცვლება, იცით, ეს იცვლება როგორც დროსთან ერთად თაობები მოდიან სრულიად განსხვავებული სულისკვეთებით, აზროვნებით, თავისუფლები არიან. თავისუფლება ეს არ ნიშნავს ყველაფრის ჩადენისა და ყველაფრის გაკეთების უნარს და სურვილს. ესე იგი
უფალი ხდება, ხო? ესე იგი, თავის თავში იგი პოულობს ძალას, რომ მართოს საკუთარი ცხოვრების გზა და სხვათაშორის პროფესიის არჩევაშიც მეტად დამოუკიდებლები არიან და თანამედროვე საგამოცდო, ესე იგი, ეს პროგრამა აძლევთ ამის საშუალებას, რომ თავისუფლად მიმოიქცნენ პროფესიის არჩევის თვალსაზრისით და ამასთანავე იცით თავისუფლელნი არიან ეროვნული განათლების სახელმწიფო გეგმის გათვალისწინებით. Როგორც იცვლება ეროვნული სახელმწიფო გეგმა, ისე იცვლება ბავშვების ხასიათი და დამოკიდებულება. და იცით, დამოკიდებულია ეს ყველაფერი, ეს თაობათა მონაცვლეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას თავაზობს მას განათლების სამინისტრო. მაგრამ აი ძირითადები რაც არის, ვის გულშემატკივრობენ ყველაზე მეტად, ან რომელ პერსონაჟს, ან რომელზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს გაკვეთილების პროცესი ხო ძალიან ცოცხალი პროცესია ახსნის დროს. აი რა გახსენდებათ ბოლოს წლებში? იცით, ძალიან ბრაზდებიან თავიდან, როდესაც ბავშვი მოდის ისეთი სტერილური, რომელმაც არ იცის შუშანიკი და არ იცის აბო და საერთოდ არ წაუკითხავს და ბრაზდებიან, იცით, რა არის ახლა ეს, როგორ იქცევა შუშანიკი, ან აბო რატო არის ჩვენთვის გმირი? ის ხო არის თავისი ქვეყნის, თავისი სარწმუნოების მოღალატე. აი ეს კითხვები სულ აწუხებთ, გრიგოლ ხანძთელთან აწუხებთ მაგალითად ის, რომ აი როგორი ძნელი იყო ეს და ახლა რატომ არ არიან ესეთი გრიგოლ ხანძთელები? იქნება არიან, მაგრამ ისეთი მანტიით არ არიან, როგორც მე-10 საუკუნემ შემოგვინახა გრიგოლ ხანძთელის პერსონაჟი. და იცით, მას შემდეგ დროზე თქვა უკაცო ნესტან დარეჯანის მამისთვის, რომ მიყვარს ეს ქალი და იქნება სხვანაირად წავიდა და ძალიან კარგად ერკვევიან თუ რა ხდება, რა დილემის წინაშე დგას ტარიელი, რომ დაუშვეს რა წყლუმა დაუშვა ის აბედისწეროს შეცდომა, და რომ ეგონათ, რომ ეს არის ქნა მართლისა, სამართლისა, ეს ასე არ აღმოჩნდა. ესე იგი, პირადი ეს გრძნობა, სიყვარულიც რომ იყოს, როცა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, არ უნდა გავრიოთ შიგნით და უნდა მასზე მაღლა უნდა დავდგეთ, როდესაც სამეფო წვილი ვართ, როდესაც სახელმწიფო ვართ და კიდევ განსაკუთრებით ჭიდილი მიხდება ბავშვებთან აი საზეპიროების მოდეს ყოფილა საქამომდე თუცა დედათა და მამათა ესენი აღარ არის არ ვამბობ რომ ესე იგი მაინც და მაინც აუცილებელია ძალიან ბევრი საზეპირო, მაგრამ ის რაც არის ძირითადი და გამსაზღვრელი ამ ტექსტის დაწერისა, აი ეს დოკუმენტურ პროზად იყო ჩაფიქრებული თავის დროზე შუშანიკის წამება და არა მხატვრულ ნაწარმოებად, მაგრამ მასში გაბნეულმა მარგალიტებმა იგი მხატვრულ ნაწარმოებად აქცია და დღესაც არ გასვლია ყავლი, იმიტომ რომ დღესაც გვევართ იმ დილემების წინაშე, რა დილემის წინაშეც 1500 თუ უფრო მეტი წლის წინ იდგა შუშანიკ დედოფალი, ხო? და რას გვაძლევს საზეპირო სწავლა? აი რატო უნდა ვიცოდეთ დღეს ძალიან ბევრ რამეს. ეს ოდეს ყოფილა საქამომდე. არა მარტო ეს ოდეს ყოფილა, აი ყველაფერი, მაგალითად შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი დაწერილია იმისათვის, რომ ვისწავლოთ ავთანდილის ანდერძი და ვისწავლოთ ნესტანის წერილი. მე ხო სხვას არაფერს არ ვავალებ. ეს არის კრედო, როგორ უნდა შედგეს ბიჭისგან მამაკაცი, თუ გინდათ სახელმწიფო წრიდან იყოს იგი და გოგონასგან როგორ უნდა შედგეს დიდი ქალბატონი, რომელსაც სამეფო ტახტი აბარია. და აი ნახეთ, იცით, აი ეს მხოლოდ პროზაულად არ ისწავლება ეს დიდი იდეები, რაც აქ ჩააქსოვა. და რა ჩააქსოვა ავთანდილის ანდერძში შოთა რუსთაველმა? აქ მათ სამთა გმირთამ ნათობ და შირთ ერთმან ერთის და არა ერთმანეთის, არამედ ერთმან ერთის. ისინი ერთნი არიან, ანუ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი, ეს არის ერთმანეთს დაშრევებული ის რაინდი, რომელიც შემდეგ შოთა რუსთაველმა საკუთარ პერსონაჟად მოიაზრა. და ზეპირად რომ სწავლობთ ეს მეტყველებაშიც რო ჯდება და გონშიც რო ჯდება, სხვანაირად ვიაზრეთ. ამ დასკვნამდე და რატომ მოგცა სამი ქალი? ის თინათინი, ნესტან დარეჯანი და შემდეგ ვინ? ფატმანიც და ასმათის. ესე იგი 4 შრე დასჭირდა, რომ მიიღო ერთი თამარი. თამარი ხომ მეოთხე ჰიპოსტასი იყო, არა? სამება და მეოთხე ჰიპოსტასად დაემატა თამარი საქართველოში და ის ძალიან კარგად იცის შოთა რუსთაველმა და აი ამ 4 ქალის ნაღები ერთ წერილშია დაუნჯებული და როგორ გინდა ეს მე დავამახსოვრო მარადიული ღირებულებები მხოლოდ გადმოცემით. ყველა აბიტურიენტთან ჩემი კრედო დამოკიდებულება ის არის, რომ ის იქნება ყოჩაღი თუ არა ყოჩაღი, მე გავდივარ ვეფხისტყაოსანს თავიდან ბოლომდე ვკითხულობ
პერსონალურად ვკითხულობ და აქვე მინდა თქვენი გადაცემის საშუალებით მინდა ქართულ ეროვნულ მეცნიერებაში ან საგამოცდო პროცესში თუ გინდა საერთოდ არ იყოს საგამოცდო საერთოდ ვეფხისტყაოსნის სწავლება როგორ არის დღევანდელ საქართველოში ამას მივაქციოთ ყურადღება და შემოვიღოთ უკაცრავად არა უშავს წყალბოსვით ესეთ ძიმე თემებზე საუბარი ყოველთვის იცხოვს უნდა შემოვიტანოთ ვეფხისტყაოსნის მასწავლებლის სტატუსი იმიტომ არ შეიძლება ყველა ქართულის მასწავლებელმა ერთნაირად კარგად ასწავლოს მე ბოდის ვიხდი ყველას უყვარს ქართულის მასწავლებელს მით უმეტეს მაგრამ ვეფხისტყაოსნას უნდა სჭირდებოდეს ცალკე მასწავლებელი ვეფხისტყაოსნას უნდა სჭირდებოდეს თავისი მასწავლებელი იმიტომ რომ ვეფხისტყაოსნის კომისია არსებობს რუსთველოლოგიის ცენტრი არსებობს და ახლა არ ვიცი რამდენად არსებობს ბევრი რამე გადაკეთდა და გადაკვალიფიცირდა და არ გადაკეთილშობილ და ასე ვერ ვიტყვით და ეს არის ეროვნული ესე იგი საქმე და მას სტიპენდია თუ ხელფასი თუ ჰონორარი უნდა ეძლეოდეს რაღაცა სხვა არა ისე როგორც ჩვეულებრივ მასწავლებელს მას უნდა სახელმწიფო უნდა აი ისე როგორც საქართველოს ისტორიის მასწავლებელი უნდა იყოს სხვა პატივში სხვა რანგში რომ ესე იგი რომ თუ არ ვიცით ჩვენ წარსული ისე მომავალს ვერ გამჭვრიტავთ და ვისაც წარსულზე დაკვირვებით მომავლის განჭვრეტა შეუძლია ის უნდა იყოს ქართულის მასწავლებელი და საერთოდ მასწავლებელი და ვეფხისტყაოსნის მასწავლებელი ესე კიდევ სხვა კოსმოსია როგორც იცი ვეფხისტყაოსანი ისეთი ადამიანი ხარ თუ კარგად იცი კარგი ხარ თუ საუკეთესოდ იცი მე მგონი ეს ახალი აფორიზმი დაიბადა ჩვენს ეთერში საუკეთესო ხარ როგორც იცი ვეფხისტყაოსანი ისეთი ადამიანი რა თქმა უნდა და ამიტომ არის თორე ჩემი თვითმიზანი სულაც არ არის ვინმე დავტანჯო ვინმე ზეპირად ვასწავლო მშობლებს უკავშირდები ხოლმე და ჩემი ყოფილი სტუდენტები არიან ეს მშობლები და ვთხოვ რომ ბავშვებთან იმუშაონ რომ და ეს საზეპირო ასწავლონ და მშობელი მეუბნება არ შეუძლია ეს რატომ? იმიტომ რომ არასოდეს არ უსწავლია და ეხლა ასე დაზეპირება როცა ტვინი არ არის ჭახჭახა მდგომარეობაში და ესე გასუფთავებული და გაპრიალებული არ არის რაღაცის მისაღება ძალიან უჭირს მე რაღაცის დაზეპირება და იცით ბავშვებს ვიცავთო რისგან ვიცავთ ბავშვებს ცხოვრებაში თუ შეგვავს და ცხოვრებას არ ვასწავლით რა არის ცუდი და რა არის კარგი მაშინ რა არის ეს ფუჭი მოფრთხილება ადამიანი უნდა სწავლობდეს და რაც მეც ასწავლი ბავშვობაში მით მეტად დაილექება მის არაცნობიერში და მე ცნობიერში ამოტივტივდება და სულ ეს იყო რაც ამ საკითხზე მინდოდა მეთქვა ამ ერთ წელიწადში როცა ეს აკუმულირებულად ხდება ან სიახლის სწავლა ან ყველაფრის გადამეორება ეს აუცილებლად რჩება ხო სადღაც რა პროფესიაც არ უნდა აირჩიო ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს სადაც არ უნდა იყოს აი ის რაღაცა მთავარი საკითხები ის მომენტები რაც გაკვეთილზე იქმნებოდა ხო თუნდაც ის ცხარე დისკუსიები რომ აბორატუარის გმირი როცა მან მაგალითად საკუთარი ხალხს უღალატა და შეიცვალა რელიგია და ეს ყველაფერი ეს სადღაც აუცილებლად რჩება ხო დიახ ეს არის ყველაზე ტკბილი მოგონება საერთოდ მასწავლებლის შეგირდისა და მასწავლებლის ცხოვრებაში იცით ჩვენი შეგირდი ცოტა დატვირთული შეგირდია მართალი რო გითხრათ იცით რატომ ჩვენ შეგირდს რომ გავიდეს ცხოვრების ასპარეზზე საკუთარი ენა არ ყოფნის და მას უხდება ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულის შესწავლა და კიდევ სხვა ენებისა და მოგეხსენებათ ევროპელ შეგირდს ეს არ ჭირდება. მას საკუთარი ენით შეუძლია გაიკვალოს ცხოვრების ასპარეზი და ჩვენს ბავშვს ესე იგი ეს დამატებითი მასშტაბია და დღეს რომ ტენდენცია წავიდა ესეთი მოდურიო ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ეს არ არის პროგრესი მაინც და მაინც რომ საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლიანი ოჯახებისთვის უკვე გახდა აუცილებელი რომ მათი პაწაწინა ვაჟი თუ ქალი რომელმაც დაამთავრა წელს და იწყებს ცხოვრებაში შესვლას ისინი აუცილებლად დასავლეთის უნივერსიტეტებში უნდა გადაბარგდნენ ეს ცხოვრება რომ არიციან გამოცდილება რომ არა აქვთ ესეთი მოწაფეები უკვე ხდებიან გრანტი არ არის კიდევ და არანაირი დაცულობა არ არის ამ ბავშვებისა იმ ევროპის დიდ ქალაქებში თუ კიდევ მცირე ქალაქებშიც იყოს სტუდენტები ბევრია ანუ პირდაპირ ორიენტაცია რო კეთდება რომ ამთავრებს სკოლას და მიდის დიახ მე ამას ვთვლი
გასული რომ ეს არ არის ჩვენი ქართველი ბავშვების რაღაცა დაცულობის თუ ვიდანაც კარგი განათლების ვინ განსაზღვრა იქ რა განათლება მიიღეს რა არის ამისი მაჩვენებელი და კრიტერიუმი დიპლომის მასშტაბები დიპლომის სახელი რამდენი ვიცი ჩვენ ეხლა იქიდან სამომავლოდ კარიერაში კი ბატონო კი ასე უნდა იყოს მაგრამ არის კი ესე რამდენი ვიცით ევროპა მოვლილი ბავშვები რომლებმაც აქ ვერ ნახეს საკუთარი ადგილი ვერ ნახეს და არიან რაღაცა ძალიან დიდ იმაში რა გაურკვევლობაც არ ქვია ამას განხიბლულები არიან იქ მიიღეს ერთი ცოდნა და აქ ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ მზად იმისათვის რომ აი ეს ცოდნა დავაბალანსოთ და ჩვენ ის ბავშვები გამოვიყენო და მომდევნო 5 წელიწადში კიდევ უფრო ბევრი და ახალი ნაკადი შემოვა ჩვენი ესე იგი პოსტსაბჭოთა სივრცე ესე იგი გაიყო ორ ნაწილად იცით როგორ არის ჩვენ ვინც ეროვნულ დოვლათს ვქვნით, რომლებიც ცოტა არამოდურ პოზიციაში აღმოჩნდით, იმიტომ რომ ქართულს ვასწავლი და არა ვართ საყოველთაოდ ესე ჩაბმული იმ ორ მტრიალში და ჩვენი ლიტერატურა თარგმნილი შეიძლება ვიღაცას ძალიანაც მოსწონს, მაგრამ თარგმნა არ ხდება იმ დონეზე, რომ ჩვენ ყველას გავაგებინოთ ჩვენი ლიტერატურა და მეორენი უფრო ტექნიკური და უფრო ენის კარგად მცოდნენი, რომლებიც გაიჭრნენ პირდაპირ ევროპულ ბაზარზე და მათ ნახეს იქ თავიანთი რეალიზაციის საშუალება და აი ეხლა დგება საკითხი რომ ისინი გრანტის მფლობელები არიან ჩვენ რაღაცა უბადრუკი გრანტი თუ გადმოგვიგდეს ესეც ჩვენს ესე იგი დამფინანსებელი ცდილობს რომ თავისი მოთხოვნილებით წაიყვანოს ჩვენი ცოდნა და გამოცდილება და რაღაც ძალიან ბევრი ნიუანსია რომელიც განათლების სამინისტრომ უნდა მოაგვაროს მოაწესრიგოს მაგრამ მე ერთი გულის ტკივილი მაქვს იცით ჩვენი განათლების სამინისტროს მიმართ რომ ხდება პერმანენტულად მინისტრების ცვლა ახალი მინისტრი მოდის და თავიდან იწყებს ყველაფერს ის არ ვარგო და ეხლა ამან უნდა დაიწყოს გადის წელიწადი ან 2 წელი და ისევ იცვლება ეს და არასოდეს მემკვიდრეობითობის პრინციპი არ არის გათვალისწინებული. ესე იგი მე მოვედი და მე ვიწყებ ხო ყველაფერს დროშას, ჰიმნს, ყველაფერს მე ვქმნი, სახელმწიფოს მე ვაყალიბებ, ასე ხდება განათლების სამინისტროში და ჩემი დიდი მოგზალებული თხოვნა იქნება რომ აი ეს გავითვალისწინოთ რომ მემკვიდრეობითობაზე აშენდა შემდეგ გელათის აკადემია 4 აკადემია იყო მე-4 საუკუნიდან დაწყებული და თვით ყველაზე ზვიადი ერი ბერძნებიც კი მოდიოდნენ ჩვენთან რომ განათლება მიიღოთ და ჭყონდიდელის ინსტიტუტი რომ არსებობდა ჭყონდიდელის ინსტიტუტთან არსებობდა ციგნობართუხუცესის ხარისხი და აი ამ ქვეყანაში რომ განათლება ვიღაცის მენტორი ესე იგი მასწავლებელთა მასწავლებლების გადასამოწმებელი ხდება ეს ძალიან ძნელი აღსაქმელია ჩემთვის მე ადამიანი ვარ თქვენ ახლა რეგალიები ჩამოახასიათეთ ჩემი და მე ყოველ დღიურად მიხდება იცით იმისი გადამოწმება ჩემ თავსთან დოქტორი რო ვარ მე რა და რა ყოველ დღე უნდა ვიშრომ იმისათვის რომ მე დოქტორის ხარისხი არ დავწიო ხო აქედან გამომდინარე სულ მუდამ უნდა ვიყოთ იმის ცდაში რომ ჩვენ ახალ გამოწვევებს უპასუხოთ მაგრამ ის გადამზადება ის რაღაცა მუდამ მასწავლებელს არასოდეს არ ცალია სკოლაში საჯარო სკოლაში წესიერი გაკვეთილი მოამზადოს იმიტომ რომ სულ გამოცდა აქვს ჩასაბარებელი და რატომ აქვთ ამ ადამიანებს ხო ვინც არიან ხო ძალიან კარგი ადამიანები შეიძლება არიან სამეზობლოდ სამეგობროდ მაგრამ როდესაც განათლებაში მოდიხარ განათლებაში საჯაროა ეს განათლება და შენი მე უნდა დატოვო და აბსოლუტურად უნდა ხო უნდა სხვა კრიტერიუმით უნდა საზრდოობდე და არ უნდა იყოს ეს მარადიული გადამზადება და დაწიოკება მე ვიტყოდი მასწავლებლებისა რეჟიმში ყოფნა დიახ აი მე მაგალითად არასოდეს არ გავივლი აი ამ იმას იმიტომ კი არა რომ უკადრისი ვარ არა მე მამზადებდნენ ისეთი კორიფეები როგორიც იყო აკაკი ხინთიბიძე აკაკი გაწერელია გრივერ ფარულავა და ბევრი სხვანი ხო და მე ახლა იმათი მოწაფე ჩემ თავს როგორ მივცე
შეუფლება რომ ვიღაცა ახალგამოჩეკილი მასწავლებელთა მასწავლებელი, ხო? მე კიდევ რაღაცაში გადამამზადებს, მაგრამ თუ გადამამზადებს, მაშინ კეთილი ინებოს და კარგად გადამამზადოს რა. რომ აი მიხვდეს მე რა მჭირდება და რა ისე რომ მე რაღაც მილიონებში გამრიონ და რაღაცა ისეთნაირად შეურაცხყოფილი არ უნდა დავრჩე მე ჩემი ასაკის, ჩემი ცენზის გათვალისწინებით და უნდა მიმიხაროდეს მოწაფესთან, სტუდენტთან აუდიტორიაში და არა ის რომ მაცახცახებდეს ვაიმე რაღაცა არანორმალურად დასმული კითხვა და კრიტერიუმი მიაყენებს რა ქვია და კიდევ არის სახელმძღვანელოების პრობლემა ეს. ვაიმე მაგ პრობლემას ახლა ამ ეთერში ვერ ამოვწურავთ ცალკე თემა მით უმეტეს შემოვახალი სახელმძღვანელოები ხო შევხედავთ სექტემბრიდან და იქ შეგვიძლია ცალკე დავგეგმოთ რომ მოვუბრუნდეთ ქართულისა და ახალგაზრდობის ურთიერთდამოკიდებულებას მაინც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად რა უყვართ ნაწარმოებებიდან ან რომელი პერსონაჟი უყვართ ისეთი რომელიც უკვე წინასწარ იცით რომ აი ახლა ეს გაკვეთილი რომ დგება და მე რო ამას ავხსნი აქ რა თქმა უნდა გამთლიანდება ყველას აზრი და ეს არის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები ან პერსონაჟი რა არის ეს ნამდვილად კარგი კითხვა ამარიკა დიდი მადლობა იცით ყველა ერთბაშად თანხდება იმაზე კარგად გაიგო თუ არა კარგად აიკითხა თუ არა იგი ყველას ძალიან უყვარს იმიტომ რომ იგი ეს არის ადამიანის გაადამიანების პროცესი და ქართულის სწავლება რა არის რომ ატლანტის მისი მეტაფორისა არ იყოს რომ ატლანტს უჭირავს თავისი ცა მე რას ვასწავლი და ქართულის მასწავლებელი რას ასწავლის რომ ყველა ადამიანს თავისი ადამიანური ცა ეჭიროს და სადაც ეს ცა კარგად იკვეთება და ილანდება აი ყველა ის ნაწარმოები მოსწონთ და უყვართ და ეს არის იგი პირველ რიგში ეს არის ლუარსაბ თათქარიძე აი ველოდებოდი იტყოდით თუ არა ამას იმიტომ რომლის გვართან აქვს ძალიან დიდი ურთიერთობა მას შემდეგ რაც ავხსნი რომ აი თათქარიძე არ არის ქართული გვარი თათქარიძეობა რას ნიშნავს თათქარიძეობა უკვე მას შემდეგ რაც გვარის სემანტიკას აღნიშნავთ ესე იგი თათქარიანი ესე იგი თათები ხო ქონდა ლუარსაბ თათქარიძეს და მას არაფრის კეთება, არაფრის შექმნა არ შეეძლო. ქარი გაზდიოდა, ესე იგი, აი ფუჭი თათები ქონდა, ხო, არაფრის მკეთებელი, ხო, ადამიანი ხო შრომის პროდუქტია და მისი აზროვნება ჩამოყალიბდა ისე როგორ ჩამოყალიბდა, რას აკეთებდა, რა პროფესიისა იყო. ის არაფერს არ აკეთებდა და აი ამას რო იგებენ რომ თათქარიძე ეს არის შეძენილი, ეს არის მოლაპარაკე გვარი, რომ აი მათ არაფრის კეთება არ შეეძლოთ ამ გვარის წარმომადგენელს და რომ ამიტომ ფუჭად გალია წუთი სოფელი ამის შემდეგ თათქარიძეობა უფრო კარგად ესმით და ილია აქ გამოჩნდა როგორც ძალიან დიდი რეალისტი და ძალიან დიდი ადამიანთმცოდნე რომ მან არ გასწირა არსად და გარეშე თვალით დააკვირდა თავის პერსონაჟს და დასვა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გენიალურად მოფიქრებული კითხვა განა ეს კაცები ადამიანები არიანო და რა თქმა უნდა უარყოფითად უპასუხა, როდესაც გადააშენა ისეთნაირად რომ მათ მემკვიდრეობა არ დაუტოვა და კიდევ ისე რომ უცელს გადაყვა, ესეც ერთგვარი სარკასტულად არის ნაჩვენები მისი ესე იგი გამეტებული გმირის ბიოგრაფიის დასასრული. მოკლედ რამდენი თემა ულევი და რამდენი სიამოვნებაელის წინ ყველას ვინც ახლა დაიწყებს მაგალითად აი ამ პერიოდს ამ ნებათაღელვაში ჩაბმას და აწი გახდება ვთქვათ აბიტურიენტი და კიდევ ერთხელ მოუწევს რომ გადაიმეოროს ან თავიდან ხელახლა აღმოაჩინოს ქართული ლიტერატურა. მოკლედ ცხელი ზაფხული გადავლილია, ახლა უკვე კარგი დასვენება უნდა გისურვოთ თქვენს, როგორც თქვენ პირადად ასევე მასწავლებლების სექტორს, ასევე ბავშვებს და ყველას უსურვებ ბედნიერ პასუხებს აგვისტოში მოვა. პასუხები იმედი რომ ყველა ჩაირიცხება იქ სადაც უნდა და შედგებიან კარგ პიროვნებებად და ნამდვილ ქართველებად. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა ერთი რამ რომ 22-ში მთავრდება მთლიანად ეროვნული გამოცდები და მე ჩემს შეგირდებს ყოველთვის ვეუბნები რომ ზაფხული დგება და ეს არის ჩვენი დასვენების პერიოდი და თქვენი დასვენების პერიოდი და წიგნთან ურთიერთობა არასოდეს არ წყდება და ამიტომ მე მათ ვუტოვებ როგორც უმაღლეს სკოლაში ასევე საშუალო საჯარო რგოლში ვუტოვებ
საშუალებას, რომელიც მათ უნდა შეასრულონ, იმიტომ რომ თუ სადმე გაწყდა წიგნთან მიმართების ძაფი, ეს არის სავალალო. ყველა თაობაში, ყველა დროს კლას გარეშე და საერთოდ კლასიკურ ლიტერატურაზე ფიქრის გარეშე ადამიანი არ არის და ეს არის ხმა არის ადამიანის ხმა. ლიტერატურასთან ურთიერთობა ეს არის მოფიქრალი ადამიანის ხმა და ეს არის ფიქრის კოსმოსის ფლობა და ამ ფიქრის კოსმოსის გარეშე ადამიანი უვარგისი მანქანაა და მე არ მინდა რომ ამ უვარგისობაში დავტოვო ჩემი შეგირდები ნამდვილად გეთანხმებით აბსოლუტურად დიდი მადლობა სტუმრებისთვის თამარელა წოწორია გახლდათ ჩვენი სტუმარი საუბრობდით მე მგონი საკმაოდ ემოციურად და ვნებათაღელვით საუბრობდით იმ ვნებათაღელვაზე რაც უკვე ჩაცხრობისკენ არის და ეროვნული გამოცდებით დასრულებულია ყველას გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს კარგ შედეგებს აგვისტოში რეალურად მეც უნდა დაგემშვიდობოთ რადიო იმედის ეთერიდან იმიტომ რომ სეზონი ჩვენთვისაც მთავრდება ჩვენ ჩვეულებაში გავდივართ დაგიტოვებთ გადაცემას რომელიც პირველ საათსა და 10 წუთზე გავა ეთერში დროში მოგზაურობა ვისაუბრებთ 51 წლის ასაკის სიმღერაზე უკვდავ ჰიტზე ნატურის ხე პირდაპირ ეთერის რეჟიმში კი გემშვიდობებით ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ყველას დარჩით ზაფხულშიც დარჩით იმედის ტალღაზე FM 105.9-ზე მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის